მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით კოლეგებო, საქართველოს პარლამენტის წევრებო, მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს. მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმად პატივცემულ ელჩებს. მივესალმები ყველა საპატიო სტუმარს, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მინდა მადლობა გადავუხადო ამ მრჩეველს, რომელმაც დემოკრატიულ არჩევნებში გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება, გამოგიცხადა ნდობა და ამ ნდობით აღჭურვილი დღეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი იწყებს მუშაობას. გილოცავთ პარლამენტის თითოეულ ახლად არჩეულ წევრს, ხალხის ნდობის მოპოვებას და ვისურვებდი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ ამ ნდობის გამართლება და პარლამენტის წევრის საპატიო სახელის ღირსეულად დარება. მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისათვის. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და იმავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა. არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და ვემსახურო ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას. პარლამენტს, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გამსაზღვრულ ორგანოს, ქვეყნის წინსვლისა და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია. პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების თანმიმდევრული განხორციელება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა ქვეყნის დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს და საქართველოს სწრაფას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ქმედითი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვალდებული ვართ ხორცი შევაცხათ ქართველი ხალხის ამ არჩევანს და მისწრაფებებს. ამისათვის უნდა გააღრმავდეს პარტნიორობა ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ამასთან, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის განხორციელებით ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა. უნდა გააღრმავდეს პარტნიორობა რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. ყველა ამ ამოცანის შესრულებაში საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება. საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის წითელი ხაზების უმკაცრესი დაცვა. ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დარჩება ამოცანებად, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის კომპრომისს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევადი განვითარება. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, სამართლის უზენაესობა და დემოკრატია არის ის ღირებულებები, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ხელისუფლების ყოველი მოქმედება. ამ პრინციპების დაცვის საქმეში საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება. გასული 4 წლის მანძილზე საქართველომ განიცადა განსაკუთრებული ფუნდამენტური წინსვლა დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. აუცილებელია ამ მიღწევის კიდევ უფრო გამყარება და ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის სტანდარტის პერმანენტული ამაღლება, რაც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. საქართველოს პარლამენტს, როგორც ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციურ ორგანოს, ეკისრება უმნიშვნელოვანესი როლი ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებაში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში უფრო მეტად უნდა განვითარდეს ხელისუფლების დანაწილების იმგვარი სისტემა, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს, პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას შორის ურთიერთპატივისცემაზეა აგებული. ხოლო ამგვარი ურთიერთდამოკიდებულების პირობებში შეძლებს თითეული კონსტიტუციური ორგანო და რასთავარია მთლიანად სახელისუფლებო სისტემა ჯეროვან და ეფექტიან ფუნქციონირებას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. მინდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო რეფორმაც, რომლის განხორციელება ამ მოწვევის პარლამენტის განსაკუთრებული გამოწვევაა, სწორედ ამ პრინციპების დაცვით უნდა განხორციელდეს. საქართველოს პარლამენტმა უნდა დააფუძნოს კონსტიტუციის გადასინჯვის იმგვარი ფორმატი, რომელიც ყველა შესაბამისი მხარის ფართო ჩართულობისა და ფართო კონსენსუსის საფუძველზე მოუქცემს კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან მიმოერებს სრულ შესაბამისობაში მყოფი დოკუმენტის შექმნის შესაძლებლობას. დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციისა და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის დაბალი ხარისხი.
ამ პრობლემის დაძლევა არსებითად იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე და იმ ურთიერთობებზე, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პარლამენტში განვითარდება. პოლიტიკური პარტიების მიერ გამოვლენილი სათანადო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკურ პროცესებში მათი დასავლური სტანდარტებით მოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის პროცესს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას. ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო საქმიანობას და მთელ ჩემს ძალისხმევას მიმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ძალას არ დავიშორებ დემოკრატიული პროცესებისა და პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომი განვითარებისათვის განუხროლად დავიცავ საქართველოს ინტერესებს და მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.